რთვილია გაგდებული. Kaç. Dilari ოქტომბრის 7 თუ 8 რიცხვი კანჩონ გადაიღე პოლიმი პოვა წეგარო ვესრულეთ და ფრენია და ჩავარდნე რა ეხლა პოლი ეგ კამერა მქონდა ჩართული ეგ იპოვა პირით მომიტანა მივიხედე გვერდზე და პირში ეჭირა წერი ანუ წეგარო ვესრულეთ ნუ რა მოხდა ძველი ლატუნის ვაზნები მომცეს 20 კალიბრის ეხლა ნახევრად ავტომატით ვარ გამოსული და გადავაწყე ამოუშალე იყო გატენილი დღეს არის 8 თუ როგორც თქვი 8 თუ 7 ოქტომბერი ჯერჯერობით ეს ერთი მწყერი შეხვდა კარგია მინდია სიცხეები პოლის 25-26 გრადუსებია ჯერჯერობით გამოცხადება კაი ხანი აღარ ყოფილი ვარ გამოსული ყოველთვის არცალია და გამოვედით ახლა და ერთ სიტყვით გატენილი იყო ეს ლატუნის ვაზნები 20 კალიბრის ძველი რა მოლა ჩააწყო Да. То. Хейбуй. გადაგებო არ არის ძალიან სუქანი არ არის
დღეს 12 ოქტომბერია. აიღურეთ. ჩვენ პოლი გამოვედით. თენდეო გათენდა უკვე. რთვილია კაგდებული. Polly. Tezo motorlili. Kavkasiyonze karga çamoltorli. Polly. Წესით უკვე მთის წყერი ეხლა უნდა შემოვიდეს. Hey, oh. Aikiden სავარაუდოდ წყერია და გაიპარა. აი ბუჩქებში. ხელებზე ისე მქონდა ხელები დაბუხული და გაყინული და ხეხლა რთვილია გაგდებული. კარგა ხანი იდგა, აი იონჯაბალახი იყო ეგეთ. ეხლა სავარაუდოდ აქეთ წამოვიდა ის წყერი. სადაც გაიპარა, კაი სხული წყერი იყო. მანამ თოფში ვაზნები ჩავაწყე ამ გაყინული ხელებით. ძალიან ცივა რა. ფეხებიც კი გამეყინა. ეხლა გაიპარა წყერი. აი ბუჩქში იჯდა სადღაც. მანამ ვაზნები ჩავაწყე. კარგა ხანი იდგა ნაბულზე და კამერას მანამ კამერა მოვიღე და კამერა გამართე აფრინდა რა შორს ვიდექი. ნუ სულ არც მიცდია კადრის გულისთვის. ერთი მწყერი იყო. აი ახლა აქ მანქანაყენია. ეგ დავინახე ქედანზე ნადირობა. გაიგებდით სროლას. თუ არა ზუბერი. ცივა. მაგრამ შემცივდა ხელებზე. წართულული ვითარია. ძალიან ისე არა რთული, მაგრამ პირველად მოვიდა რთული რა.
და შეთეთრებულია ზოგან კარგა ბალახი. ახალი მოთოვლილია კავკასიონზე. წეგანა ესე ბაგები გამოვიარეთ, დიდი ალბათობით ქათა მიიღო რა. ისეთ ადგილზე და გააკეთა რამდენჯერმე ნაბული. ალბათ ნაჯდომი იყო. თუ გინახეთ. შემოდგომა ოქტომბრის 12 და კუნელი. თანასხია თან ყვავის. წარული რასანახო ბუნებაში არაფერია იმ დღეს რთვილი გააგდო პირველად აი ბალახებზე შემჩნევა ერთი რამდენიმე დღის უკან ტრასაზე მანქანით მივდიოდით და ასფალტზე იჯდა ქათამი გარეული ქათამი ეთყულა ახალი შემოფრენილი იყო და განათებაზე დაჯდა როგორც კი ფარმა მიანათა ერთი კედან ერთი კედანი ტრიალებს ეს სავარაუდოდ ყარაული არის ყარაული კედანი ეხლა ამან თუ რამე აქ დაინახა საეჭვო კედნის გუნდი აქ არ მოვა დასავლეთში და ზოგ ადგილებში გამოჩნდა და აქაც გამოჩნდება ქათამი ერთვილიც გააგდო კავკასიონზეც მოუთოვია კაკალი პოლის უყვარს კაკალი არა პოლი ხლა გაგიტეხო ბუნებრივ ვიტამინებს არაფერი შეედრება ეს არის წულუკიანის კაკლები ვაჭამოთ ბუბის ვახდილა ისე მაქვს გაყინული ხელები აიქით ტრედი იყო თუ ქედანი იყო ავიც დააყარეს მე და პოლი აღარ ჩავედით იქ რომ აზრი აღარ ქონდა იქით ისა აქეთ უფრო მეგულებოდა ქედანი გადმოვედი საერთოდ არაფერი აი ეჭა აჰა უყურს ბუბის კაკალე ოჭამოთ წულუკიანის კაკალები ამეწელჭიანი რატო არ სამლია როგორც გითხარით დღეს გააგდო პირველი რთვილი კაი ცხვილი მწყერია მოიყვანა რა კადრის გამო ჯერ ხელები მქონდა ისე დაბუხული ვაი მაგრაში მცივდა რა ეხლაც კი ტანში ისეთი სიცივე მივლის დღეს პირველად მოვიდა რთვილი წამბუბი სხვა განვნახოთ მოდი აქაც გაჭმე პოლი მოდი უნდა გაჭმე ზოგს გზაში გაგიტეხა
ხუ რო ლაპარაკები და ხუ ადამიანი ვითარი რა ეს მაგარია გავტეხით პირველად რო გადმოვედი ალბათ ნახავდით აქეთ ვიყავი და აქეთ უფრო მეიმედებოდა ადახი ნედლია აქეთ უფრო მეიმედებოდა კედანი ტრედი იქით უფრო ტრიალებდა რა იქით ხარეს ვიღაცებს უკვე დასმოტრილი აქვთ მანქანით ჩამოვიდნენ გავდიოდათ რავი რამდენჯერმე გაისროლის კედანიც კი დავინახე უფრო მეწელი ტრედი იყო უყვარს ბუბის კაია პოლი ის ყერი კიდე გაუშვი ესე იგი რამდენი ხანი რა კარგა ხანი გაყინულმა მან ვაზნები ამოვიღე ჩავდე კამერა ამოვიღე კამერას ვმართავდი და კარგა ხანი იდგა ნაბულზე და კაი ჩაგუდრილი წყერი ვეძებეთ ვეღარ ვიპოვეთ რა ეს ერთი იყო რავი ეხლა იმ ადგილებში კიდე ავავივლი და ნახოთ თუ იქნება სხვა მწყერი არ ყოფილა გეყოფო შემოვიარეთ წყერი არ არის კედანიც აღარ აჩანს აქეთ ეს ესეთი ნაკვეთები შენდება უკვე ნაკლებად რა დახი აი თევზე როგორ გადათეთრებულია მაგრაცია პირველად წელს რაც ამ სეზონზე ნადირობის სეზონზე კარგა შემამცირდა აი კამერები თელმინდურებში სულ ესეთი კამერებია დაყენებული სულ ესეთი შემოღობილი ბაღებია და ესეთი ნაწვრილები იშვიათი რომ ნახო რა არა და დღეს მე და პოლის გამოგვივიდა უფრო გასეირნება ამ დროს ყველაზე მეტად მიყვარს ბუნებაში სიარული გავლა არც სიცხე გაწუხებს თან ისეთი ხვატი ტრიალებს აი ნადირობის აზარტზე და ხალისზე რომ მოიყვანს დღეს გამოგვივიდა ბუნებაში სეირნობა ვიდრე ნადირობა მაგრამ დავინახეთ ტრედებიც კედნებიც იქით იყვნენ მე აქეთ გადმოვედი იქით მანქანა გააჩერეს და რა ზედა სრულდნენ დავინახე კაბელებზეც იყვნენ გამწკრებული იმედია კაბელებზე არ დაუშინეთ გამოვედით ტორტლა ისა რა ტორტლა კაც აძურა ჩამოდის აქ შემდეგ ზამთარში ვიხი სეზონი რო შემოდის ეს აძურა გადის აქ აგუბებენ ხელოვნურად არ ვიცი ბოლო წლებში აღარ ყოფილა ეს ბოლო წლებია ხო არა რომ მესმის რომ აგუბებენ ხოლმე და ხო აი კიტარი ახლა ვეღარ ავცნობ იმიტომ რომ აღარც ყოფილა რაკეთ ну დღეს კაი გასეირნება გამოგვივიდა მე და პოლის ატამი გაუშენებია არა და სულ კაცრიელი ადგილები იყო შორიდან კი ვამჩნევდი რაღაც აი ეგეთ
იქაც რაღაც გავუკეთები. ხო, სადღაც აი ეგ აგუბებენ ხოლმე ხო. სად გამოვიდით. იქით უნდა გავსულიყო, ესე ვერ გადავალ. ხო, ეს აქეთ გადის ეს. აცურა ეგ აგუბებენ. აქაც ფერმაც გაუხსნიათ. ეს გადამფრენი ზოლი არის. იმის ძირითადად წყალმცურავის. ეს გადადის. და ეგ შემოდის აქ ეს წყალი ამ წყლით აგუბებენ ეგ. მეც ბერჯელ მინადირია. და არის ხოლმე რა. აი ადრე აქ ბაცვეს როლე. აი დიდი ბატი იყო, სადღაც ეგ ჩამოვარდა ღამდებოდა. ტოს BM-ით ვიყავი. აი ბებერი ტოს BM-ი იყო. ერთი ხელოს ტოკარისგან ვიყიდე და როგორც გამოდგა ლულები ქონდა შუსტრირებული, ანუ გამოხვეწველი თავიდანვე კი შემომჩნი არ უნდა მეყიდა. ვერავდა კიდევაც რა. ნუ იაფად გაყიდა მაგაზე დავხარობდი თომთან. ეს გარეჩახმახიანები ბევრი მაგ გამოცული და რა არის ვერ გავედით ხო არ დაიღო. ვიყიდე და არანაირი ჭრა არ ქონდა რა. კაი ისა ჩოლებრივი ჩოკი პოლო ჩოკი წესით კაი შევიწროებები ქონდა. მაგრამ რასაც ვისროლდი ქედანი ბაც ვისროლე. პირველი ნომერი და 2 თუ 4 ნომერი იყო. ზუსტად 40 მეტრი იყო. დავინახე ბატი წამოვიდა გვერდიდან. ჩამიარა. დაჯდა ყინულზე და ჩამტრულ წყალი იყო. დაიწყო სმაწყლის. 40 მეტრიდან ვესრულე ორჯერ. მოხვდა. ისეთი აფხორელი წავიდა რა. ყიალით. თოფს არ ქონა, გაჭრა არ ქონა. აქაც წყალშიც ხოხმე იხე მაგრამ ახლა საბა. ისია ტერიტორია უკვე ვეღარ ავწნებ რა. აი გადასვლა მინდა და აბუბი გადავართ. ცოტა მოკლე ბოტები მაცვია. ვაკ თევზიც იცის ხოლმე ამ წყალში. მოგონი გავთ ესე აუყვები. იქნებ ატვისთ. იქნებოდა რამე იყოს აიქ ზემოთ ისინი ტრეძე ქედანზე რო იყვნენ. და მწყერიც იქ ამიფრინდა რა ესე აყვები. ჯამთელობა ფეხით სიარული. ზოგი ერთს უთქვია იქ აქამდე რა ჩაგიყვანო, იქამდე რა ჩაგიყვანო. ჯერერთი მონადირეს არ უნდა დაეზაროს ახლა. ადრინდელივით ისე აღარ შემიძლია. რაღაც მანძილს დავისვენებთ, ისე გავივლით, დავისვენებთ, ისე გავივლით. სკოლის პერიოდში და მე ვშავ მთებს რო ხედავთ. აი შამბიეთამდე ვარ 3 დღით მიდიოდით ხომ.
დავა ამ თებზე, სწორ იმაზე იარებ და მე ამ თებზე გადადი. ხუთმაგი ენერგია გეხარჯება. ხოლო რა გასაკვირია. აქ რო კილომეტრებს გაივლი სეირნობით. ნუ აქაც დაიღლები და დაიღლება კაცი მე. მინდორში და თაში სიარული სხვა და კილომეტრებს წარმოედგინე 2 და 3 დღით რო წახვალ ფეხით რო ევლი. მოტბა სულ კამერები გაკით. ეს ტერიტორია ემასაც მალეში მოღობა. მოკლედ ისეინეთ ჩემთან ერთად. უკვე მეც მომწყინდა რაღაცნაირად აი ვიდეოს რო უყურებ ნადირობის ვიდეოს. აი იმას უფრო დაინტერესებით უყურებ, რაც აი ბუნების სურათებია, ან საუბარია, რაღაც თემატური არის უფრო. ეს ბახაბუხი რა. სულ ბახაბუხი აფრინდა მწყერი, აფრინდა ის გადმოფრინდა. რაღაც მოსაწყენი ცუდად არ გამიგოთ. მოდი ბუბი, აბა ეს შევუყვეთ. რაღაც მოსაწყენივით არის ხოლმე რა. ერთფეროვნება. აი ზოგს აქვს ისეთი ვიდეოები. სულ ერთფეროვანი ვიდეოა რა. ხოდა მოსაწყენს ხდის საყურებლად. ხოდა მეც ისეთ უფრო გულდადებით შინაარსით უყურებ. საცა ეს ბუნებაში სიარული უფრო არის მეწილად. უშიკეთ რა თქმა უნდა ნადირობაც. არა კარფი არ იქნება წყე. ისე გახრიოკებული. ხო რაღაც კითხვები მოდის ხოლმე. რაღაც გამახსენდება გიპასუხებთ. ეს კითხვა იყო კლუბი იბერია რო ჩამოყალიბდა. მაგათი ხო არ იცნობ ახლა ხო არ ხარ არც ვიცნობ და არც ახლო ვარ. ერთ-ერთი ვისაც ჩავეხუტე თავიდან და ვარ ახლო ჩემი ძმები ლეგიონის უმეტესობა და ლეგიონის აზრებს ვიზიარებ. მეორეა კიდე ოჩოსთან ვარ. კარგო ზეითად ოჩოს დამფუძნებლებთან ლევან ყიასაშვილი კახა ჩავლეიშვილი კახა ხაჭაპურიძე და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი მეტრეველი ოჩოდან კაი ხალხი მაგრამ მე უფრო ლეგიონი თუ რამეა ლეგიონის ოდიდან ლეგიონთან ახლო ვიყავი ლეგიონის აზრებს და შეხედულებებს ვიზიარებდი და ვიზიარებ სხვა კლუბები არ ვიცი ხა მე ლეგიონიდან ბაბუმში გააკეთა საინიციატივო მე იქ შევედი საინიციატივოში დალშე და დალშე ასე რომ იბერიასთან რაღაც სხვა კლუბები არ ვიცი რა არც აქვს ნუ შეიძლება ზოგიერთებს ვიცნობ არანაირი შეხება და ურთიერთობა არ მოგქნათ ხო არი აქვე ვიტყვი კახა ჩავლეიშვილი და ხაჭაპურიძე ვახსენე და ეს მადლობა არასდროს მომიხდია წლების უკან ჯანმრთელობასთან სერიოზული პრობლემა მქონდა მოკლედ და დიდი პატივი დიდი როლი და ნუ ის რაც მიუსწარით და სწრაფად მოხდა ეს დამსახურება იყო კახა ხაჭაპურიძის რომელიც
ძალიან ყურადღებით გადამყვა და პირველ რიგში კახა ჩავლეიშვილის უდიდესი მადლობა მათ რა. და აი გარი რა მარტო ნადირობა ბათხა ბუთქი არ არის რა. ეს არის უფრო ბრაკონიერების გასაგონად ვიძა. ეს არის უფრო ურთიერთობა, სპორტი ურთიერთობა. ნადირეს გვერდში დაუდგება და მართლა ისე სხვა არავინ არ დაგიდგება გვერდში. მეტწილად ასე და უდიდესი მადლობა რა მათ. არ მიმიშვეს, ტრედის გუნდი იყო 3 ქედანიერია. მოკლედ გასეირნება გამოგვივიდა. დაცხა თუმეტეს დილას მაგრა ციულა